ეხება უკანასკნელ ჟამს პირდაპირ წერო ისეთი ბევრი საცდურები იქნება, იმდენი საცდურები. მარტო საცდურებისაგან თავი დაზღვევით წმინდა მამები ამასაც ამბობს 8 წლის აღარ იქნება ბოლო ჟამს. აი, ხო იყო ადრე რომ თელეგამე თქვა ვკითხულობთ ეგვიპტელი მამები გალობაში გაატარეს თელეგამე. ესეთი რაღაცები ბოლოში ვეღარ შეძლებენ ადამიანები ისე დასუსტებულები იქნებიან ფიზიკურათაც, სულიერათაც და მხოლოდ ჭირთათ მენით და საცდურებისაგან თავის მოზღუდვით ცხონდებიან და გადარჩებიან ადამიანები. აი ახლა რო იცი რომ ტელევიზორში ეს ყველგან გარყვნილებაა და შენ იცი ერთი კნოპკა უნდა დააჭირო და უყურე არ აკეთებ ამას. წარმოიდგინე რა. აი ამიტომ ღმერთი გიწყალებს. იცი რომ ღამე ყველგან ღამის ბარებია, მიდის ღრეობა და შენ არ მიდიხარ, იმიტომ რომ არ შეიძლება. თუმცა ადამიანი ხარ, გინდა, მაგრამ არ მიდიხარ. შენ თავს ეომებ ბრძოლაა ყველაფერი. და აი ამებისგან თავის მოზღუდვით გვეუბნება ეკლესია და წმინდა მამები გვეუბნება რომ ამით ცხონდებიან და გადარჩებიან ადამიანები. თუმცა ეს ცხონება ამას რო აკეთებ, ამას ისიც მოყვება რომ ეზიარო. რომ ეს ძალები მიიღო, რომ კიდე ეს გააკეთო. ანუ ეს ყველაფერი გადაჭნობილი ერთმანეთზე. რაღაცას გააკეთებ, სამადლობოდ უნდა ეზიარო. ზიარებისგან სულიერი ძალები მიიღე, კიდე იგივეს აკეთებ, თორე შენ თუ მარტო ამას აკეთებ, ნელა ეს ძალები დაიშერტება და ამას ვეღარ გააკეთებ.